გამარჯობათ, დღეს გესაუბრებით საკმაოდ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხზე, ეს არის სექსუალური ძალადობა. ძირითადად, ვინ არიან მსხვერპლის სექსუალური ძალადობის? ესენი არიან ბავშვები, არასრულწლოვანები, ანუ 18 წლამდე პირები, როგორც ქალები, გოგონები, აგრეთვე ბიჭებიც, ხო? დღეს უკვე ისეთი სერიოზული პრობლემა გახდა ბიჭებზე სექსუალური ძალადობა. აგრეთვე ვინ არიან კიდევ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი? ესენი არიან ქალები, ხო? და აგრეთვე არიან ცხოველებიც, ხო? ცხოველებზეც ხდება სექსუალური ძალადობა. და მამაკაცებზეც, რა თქმა უნდა, როდესაც მამაკაცზე სექსუალურ ძალადობას ამხორციელებს და რატომ ხდება ასეთი დანაშაულია, ხო? სისხლისამართლის კოდექსშიც გვიწერია, საკმაოდ დამამძიმებელი გარემოება არის და როცა არასრულწლოვანთან ხდება სექსუალური ძალადობა, ძირითადად ძალადობა ნიშნავს, რომ როდესაც საპირისპირო სქესს არ სურს მასთან სქესობრივი კავშირი, ხო? და მისი ნების წინააღმდეგ ხდება ეს სექსუალური ძალადობა. მოგეხსენებათ, სქესობრივი კავშირი ეს არის ჩინური მედიცინის მიხედვით ორი ენერგიის დისბალანსი, ხო? ინ და იან ენერგიის, კაცი არის იან ენერგია, რომელიც გასცემს, ცეცხლოვანი ენერგია გასცემს იმ თავის კაცურ სექსუალურ ენერგიას, ხოლო ქალი არის მიმღები ცივი ენერგია, ინ ენერგია, რომელმაც უნდა მიიღოს და უნდა დაბალანსდეს, ხომ, ეს ორი ენერგია. და ჩვენ ბიბლიიდან ვიცით, რომ სქესობრივი კავშირი ეს არის ცოლქმრული კავშირი, ხო? და საკმაოდ სერიოზული საკითხი არის და სერიოზულად უდგება რელიგია, სხვათა შორის მსოფლიოს სხვადასხვა რელიგიები, როგორც ქრისტიანობა, მუსულმანობა, ბუდიზმი და იუდაიზმი და მოკლედ ყველგან სერიოზულ საკითხად აღიქმება სქესობრივი კავშირი ქალსა და კაცს შორის, ერთ ქალსა და ერთ კაცს შორის, ცოლქმრულ კავშირად მიიჩნევა და მისი დარღვევა საკმაოდ სერიოზული დანაშაულად, ასე ვთქვათ, ითვლებოდა ადრე, ხო? სიკვდილით დასჯაც კი იყო ღალატის გამო, ხო? და სხვათა შორის ჩვენ ბიბლიიდან ისიც ვიცით, როდესაც მოსემ ქალი დაიცვა, ხო? სექსუალურ ძალადობას ამხორციელებდა ერთი კაცი ქალზე, ეს ქალი შველას ითხოვდა, ყვიროდა და მოსემ გადაარჩინა ეს ქალი, ხო? და მოკლა ის მოძალადე კაცი. და სხვათა შორის სისხლისამართლის კოდექსშიც გვიწერია, რომ ეს არის აუცილებელი მოგერიება. ეს რას ნიშნავს? რომ ადამიანს აქვს უფლება, რომ დაიცვას თავისი სექსუალური უფლებები, თავისი ჯანმრთელობა, თავისი სიცოცხლე, როდესაც ვიღაცას სხვას სურს, რომ ხელყოს ეს სექსუალური უფლებები, ხო, ზიანი მიაყენოს. ადამიანს აქვს უფლება, რომ დაიცვას როგორც საკუთარი თავი, აგრეთვე ოჯახის წევრის სექსუალური უფლებები და სხვა ადამიანის სექსუალური უფლებები. შეუძლია მოძალადეს სცემოს და რომც მოკლას, ასეთ შემთხვევაში პასუხს არ აგებს ეს პიროვნება, ხო? რადგან იცავს თავის სექსუალურ უფლებებს და სხვათა შორის ისტორიასაც რომ გადავხედოთ, საქართველოს ისტორიას, ხო? როდესაც იყო ომები, ხო? ძირითადად ქართველებს თავს გვესხმოდნენ, რადგან საქართველოში ძალიან ლამაზი ქალები ყავს, ლამაზები, სექსუალურები, ტემპერამენტიანები და ასეთი ქალი, რა თქმა უნდა, ნებისმიერი მამაკაცისთვის სასურველია, ხო?
ანუ მარტო ჩვენი ტერიტორიის მიწის დაპყრობა კი არ უნდათ, არამედ ჩვენი ქართველი ქალები უნდათ. ეს ქართველმა კაცებმა ძალიან კარგად იცოდნენ და იცავდნენ ხომ სამშობლოს და ქართველ ქალებს და ქართველ ბავშვებს, ხო? სექსუალური ძალადობისაგან და სიკვდილისაგან, ხო? ეს ჩვენ ისტორიიდან ვიცით ჩემო ძვირფასებო. აი დღესაც უკვე აქტუალურია, ხო? ეს ძირთადად ეს მოძალადე, ანუ სქესობრივი კავშირით ამყარებს უпросторად გამოხატავს მოძალადე თავის სიძულვილს იმ მსხვერპლის მიმართ, ხო? ვის მიმართაც ანხორციელებს აი ამ სექსუალურ ძალადობასთან აშანტაჟებს, აშინებს, რომ ხმარა მოიღოს თუ არა და მაშინ უკვე მის საქმე ცუდად იქნება, ხო? და ეხლა სახელსა და გვარს აღარ ვიტყვი. ტელევიზიით რაც ითქვა, რომ ანუ 9 წლიდან 14 წლამდე საწყალი ქალი ბავშვი ფაქტიურად სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო, მაგრამ ძირთადად ვის მიერ ხდება ეს სექსუალური ძალადობა? ხდება უფრო მეტად ნათესავების, მეზობლების მხრიდან, ოჯახის წევრების მხრიდანაც, ანუ ინცესტებიც არის ესეთი შემთხვევები, ხო, ინცესტი. ამიტომ ვისაც ყავს ბავშვები, ძალიან დიდი ყურადღება და სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ მშობლებმა ჩვენი შვილების მიმართ, რომ ბავშვებს ვასწავლოთ, რომ არ შეიძლება უკანალზე დაკუნებზე, ხო, იქ ვინმე მხელი მიადოს ან სასქესო ორგანოზე, ხო, ან მკერდზე, ხო? ეს უკვე აკრძალული ქმედებაა და არავის არ აქვს ამისი უფლება, ხო? არც ტუჩებში კოცნის უფლება, ხო? აი ესეც, ანუ ჩვენ ბავშვობიდანვე უნდა ვასწავლოთ ბავშვებს, ანუ საკუთარი თავის დაცვა, რომ სხვა ანუ მსხვერპლი არ გახდეს, ხო? ანუ სხვა ადამიანმა არ განახორციელოს მასზე სექსუალური ძალადობა. ეს ოჯახის წევრი იქნება, ნათესავი იქნება, მეზობელი იქნება თუ სტუმარი იქნება, ხო? სტუმრებიც ხო არიან, მოდიან და ოჯახის წევრზე სექსუალურ ძალადობას ანხორციელებენ. აგრეთვე, როდესაც კაცი არის ნასვამ მდგომარეობაში, ხო, ის ხო არ არის საიმედო, ხო? და ძირითადად ნასვამ მდგომარეობაში რომ არიან, აი ასეთ მდგომარეობაშიც ანხორციელებენ სექსუალურ ძალადობას ბავშვებზე. აგრეთვე, როდესაც ნარკოტიკულ ნივთიერებებს მოიხმარს, ხო? აი ასეთ ან ფსიქიატრიული პაციენტია, ხო? ანუ ძალიან ძირითადად აი ესეთი კატეგორია არის, ხო? მოძალადე, ანუ ვინც არის ფსიქიკურად არაჯანსაღი პიროვნება, ან ალკოჰოლს ბოროტად მოიხმარს, ან ნარკოტიკულ ნივთიერებებს, ან სადისტი არის, როდესაც სხვა ადამიანს ტკივილს აყენებს, ხო, ანუ სექსუალურად ძალადობს ან სცემს და აი ასეთი ქმედებით, ბოროტული ქმედებით იღებს სიამოვნებას, ხო? საკმაოდ პათოლოგი პიროვნებები არიან, ხო? საკმაოდ სერიოზული პრობლემა არის ჩემო ძვირფასებო. ნუ ჩვენ ქრისტიანულად ამას ვეძახით, რომ ეშმაკი ყავს ჩასახლებული და ამიტომ აკეთებს აი ასეთ სექსუალურ ძალადობებს. ანუ ის არ არის ქრისტიანული პრინციპებით აღზრდილი, ხომ? და მასში არ არის ქრისტეს სიყვარული. ჩვენ ქრისტიანულად ასე ვამბობთ. როდესაც ადამიანი ქრისტიანული პრინციპებით არის აღზრდილი და მასში უფლის სიყვარული, იესო ქრისტეს სიყვარულია, ის აი ასეთ სექსუალურ ძალადობას არ განახორციელებს არც ბავშვზე, არც ქალზე, არც ბიჭებზე და არც ცხოველებზე, ხო? ვიცით, რომ ცხოველები დღესდღეობით ახლა ევროპაშიც არის, სხვათა შორის ინდოეთიდან მოდის ეს, ხო, იქ ცხოველთან სქესობრივი კავშირი და ქორწინება. რომ ცხოველები სახლში ყავთ, საწოლში უწევთ და მათთან სქესობრივი კავშირი აქვთ. კაცებსაც
და ქალებსაც და აი ბავშვებსაც ასწავლიან ხომ რომ ჰქონდეთ სახში ყავდეთ ეს ცხოველი და ის ტუჩებში კოცნიან მაგალითად ძაღლებს ხო ის ძაღლი ენას უსმევს ტუჩებში და ჩვენ ვიცით რომ ის ძაღლი თავისი ენით ილოკავს ბეწვებს და უკანალს ხო იქ არის მთელი პარაზიტები და ეს ჯანმრთელობისთვის ძალიან საწიანოა აგრეთვე კატებიც ყავთ ხო ვიცით რომ ის კატაც თავისი ენით ილოკავს ბეწვს ხო და არ შეიძლება როდესაც ცხოველი ენას უსმევს ტუჩებში ხო ეს უკვე სქესობრივ კავშირად ითვლება ხო ძალიან ბევრმა ეს არ იცის ასე რომ საკმაოდ სერიოზული პრობლემები არის ანუ ბავშვობიდან უნდა ვასწავლოთ ბავშვებს საკუთარი თავის დაცვა რომ არავის არ აქვს უფლება რომ ბავშვს ესეთ ინტიმურ ზონებში ხელი შეახოს ან თავისი სასქესო ორგანო უჩვენოს ხო ამ ბავშვს და აყურებინოს ხო ну ესეც საკმაოდ სერიოზული დარღვევები არის ხო ბავშვებზე სექსუალური ძალადობა სხვათა შორის სექსუალურ ძალადობად ითვლება ეს LGBT პრაიდები რომ ტარდება ხო ანუ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა არის და ძალადობა არის ვინც ჯანსაღი სექსუალური ორიენტაციის ადამიანები ვართ ხო რომ ისინი პროპაგანდას ეწევიან რომ აი რომ მათი იგივე სექსუალური ძალადობაა ჩემო ძვირფასებო ანუ პროპაგანდა ხდება რომ აი ასე უნდა იცხოვროთ ჩვენც ხო თქვენც ხო აი ასეთები უნდა იყოთ თქვენც და აი თქვენ შვილებს აი ასე გაარყვნით ხო ესეც სექსუალური ძალადობაა ხო მათ არ აქვთ უფლება რომ ესე ქუჩაში იარონ და პრაიდები ატარონ ხო არ უნდა ჰქონდეთ ამისი უფლება ასე რომ საკმაოდ სერიოზული საკითხი არის ჩემო ძვირფასებო და ოჯახიდან უნდა მოხდეს სწავლა და ვისწავლოთ საკუთარის თავდაცვა და ჩვენს კაცებს უნდა გაბუფრთხილდეთ ქალებო რომ დაგვიცვან ჩვენმა ქმარმა ჩვენმა მამამ და ძმამ ხო რომ ვერავინ ვერ შეძლოს ჩვენზე სექსუალური ძალადობა და უნდა ვიცოდეთ კიდევ ვისთან როგორ მოვიქცეთ ანუ ყველას არ უნდა ვენდოთ ოჯახში ყველა არ უნდა შემოვუშვათ და ბავშვი არ უნდა დავტოვოთ თუნდაც ნათესავთან როცა დედა არ რჩება ღამე იმ ნათესავთან მეზობელთან ის ბავშვი არ უნდა დაუტოვოს იქ ხო თქვენ არ იცით იმ ოჯახში ის როგორი ფსიქიკის კაცები არიან ან თუნდაც ის ქალი ხო შეიძლება ფარული სიძულვილი ჰქონდეს ამ ოჯახის მიმართ და ანუ ბავშვებზე ხდება სექსუალური ძალადობა რომ ის ბავშვი გააუბედუროს ხო მე იმ ბავშვს უკვე როცა სექსუალური ძალადობის მსხვერპლია მე უკვე უჭირს ბედნიერი ოჯახის შექმნა უჭირს ურთიერთობა ხო უკვე მას ჯანმრთელობა შერყეული აქვს ფსიქიკაც ძალიან ძლიერი ტრამვა აქვს მიღებული და ფსიქიკაც უკვე აღარ აქვს ისეთი ჯანსაღიდან დობის ფაქტორი ხო საკმაოდ სერიოზული პრობლემა არის ჩემო ძვირფასებო ხო ასე რომ თითოეული ჩვენგანი უნდა ვიყოთ ფრთხილად და განსაკუთრებით აი ეს ერთსქესიანთა ეგრეთ წოდებული ოჯახებს რო ქმნიან ხო ანუ კაცი კაცთან და ქალი ქალთან ბავშვებს ხო ეგენი ვერ აჩენენ ანუ და შვილად იყვანენ ბავშვებს ხო და აი ამ ბავშვს რაში სჭირდებათ ხო ისმის კითხვა თავიანთი გაჩენილი და გაკეთებული ბავშვი არ არის ხო ანუ სხვისი ბავშვია ხო სექსუალური ძალადობა ანუ პედოფილები არიან იმ ბავშვებსაც სექსუალურ ძალადობას ანხორციელებენ და ასწავლიან იმ გარყვნილ ცხოვრებას ხო ესეც საკმაოდ სერიოზული და ძიმე დანაშაული აგრეთვე ბავშვთა პორნოგრაფია ხო აი ესეც საკმაოდ სერიოზული და
მტკივნეული და მძიმე თემა არის. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, ვისაც გვყავს შვილები, უნდა ვიყოთ ძალიან დიდი ყურადღებით, განსაკუთრებით ახლა ვინც მობილურიც და კომპიუტერით ერთობიან ხო ბავშვები, იქ არის ისეთი პროგრამები, რომ ძალიან საშიში და გარყვნილი ვიდეოები არის, ბავშვმა არ იცის ის რა არის და იქიდან სწავლობს იმ გარყვნილ ქმედებებს, ხო? ეგ არის ერთსქესიანთა ინტიმური ურთიერთობები, ან ორგიები არის, ან ბისექსუალების, ან მოკლედ ძალიან ცუდი ინფორმაციები არის იმ ინტერნეტში და ბავშვები ამას ნახულობენ, რადგან ყველასთვის ხელმისაწვდომია, ხომ? იქ არ არის ასაკობრივი ზღვარი, ამიტომ ბავშვებს უნდა ვასწავლოთ, რომ აი რა არის ზნეობრივად მისაღები და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და რა არის საზიანო ჯანმრთელობისთვის და რა არ არის მისაღები, ხო? რომ ეს ბავშვობიდანვე, ისეთი დოზით მივაწოდოთ, ხო? რომ ბავშვმა ეს გაიგოს, რომ არ შეიძლება, რომ იქ ინტიმურ ზონებზე ვინმე ხელი შეახოს, ხო? და იქ ეფერებოდეს ან ეუბნებოდეს, რომ აი ამას გაჩუქებ შოკოლადებს, ნაყინს, აი ამას საჩუქრებს მოგიტან და აი ასე მომაფერებინე, ხო? ეს ბავშვს უნდა ვასწავლოთ, რომ არავის არ აქვს ამისი უფლება და აუცილებლად დედას და მამას უნდა უთხრას, განსაკუთრებით დედას, ხო? იმიტომ რომ არის ხოლმე შემთხვევები, რომ მამაც კი ძალადობს თავის ქალიშვილზე, ხო? სექსუალურ ძალადობას გულისხმობ ან ძმა სექსუალურ ძალადობას ანხორციელებს, ხო? ანუ ინცესტს რომ ვეძახით, ასე რომ საკმაოდ მტკივნეული და სერიოზული საკითხი არის სექსუალური ძალადობა, ხომ? ჩვენ საქართველოში ვიცით, ანუ მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ და არ შეიძლება სქესობრივი კავშირი ოჯახის წევრებს შორის, ანუ დედასა და შვილს, მამასა და შვილს, და-ძმას შორის არ შეიძლება, სისხლით ნათესავებს შორის არ შეიძლება, ანუ დეიდაშვილს და მამიდაშვილს და ბიძაშვილს შორის, აი ნათლიასა და ის ნათლულ შორისაც არ შეიძლება, ანუ ისინიც ნათესავებად ითვლებიან ქრისტიანულად, ხო? ანუ არის ისეთი ნათესაური კავშირები, როდესაც არ შეიძლება სქესობრივი კავშირი და რა თქმა უნდა ხო ქორწინებაც ხომ არ შეიძლება და არ შეიძლება. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, საკმაოდ ისეთი სერიოზული და მტკივნეული თემა არის სექსუალური ძალადობა და ჩვენ მე მინდა კიდევ ესე დავაკონკრეტო, რომ ანუ სქესობრივი კავშირი, ანუ მედალს ხო ორი მხარე აქვს, ანუ დადებითი და უარყოფითი, ხო? ანუ სქესობრივი კავშირის დადებითი მხარე რა არის, რომ ანუ ვიცით, რომ ბავშვი ჩნდება, ხო? სქესობრივი კავშირის ნაყოფი არის ბავშვი და როდესაც კაცსა და ქალს უყვართ ერთმანეთი, გრძნობა აქვთ, ანუ ვნებიანი სიყვარულია, ეს ცოლ-ქმრულ კავშირად ითვლება და აი ამ სქესობრივი კავშირით ისინი ერთიანდებიან და შეუძლიათ ერთმანეთს ძალიან დიდი სიყვარული და ბედნიერება და სიამოვნება აჩვქონ და სხვათა შორის სექსოლოგიაც დარგი არის, ხო, რომელიც სწავლობს აი ამ სექსუალურ კავშირს, ხო, ქალსა და კაცს შორის, რომ ერთმანეთი გავაბედნიეროთ და ძალიან დიდი სიამოვნება, ანუ ორგაზმი რო ქვია, ხო, რომ მივანიჭოთ ერთმანეთს და ბედნიერი ოჯახები გქონდეს, ანუ გავულამაზოთ ერთმანეთს ცხოვრება და ბედნიერი ცოლ-ქმარი იყვნენ, ანუ კაცი და ქალი და ბედნიერი ოჯახი შექმნან და შვილებისთვისაც სამაგალითო ცოლ-ქმარი იყვნენ, რომ იმ შვილებმაც მერე ბედნიერი ოჯახები შექმნან და ღირსეული შვილები აღზარდნონ, ხო? აი ეს სიყვარული არის კაცისა და ქალის სიყვარული. ბიბლიაშიც ვიცით, რომ ადამი და ევა, ანუ კაცი და ქალი
შექმნა უფალმა, ანუ ოჯახად შექმნა, ანუ ცოლქმრად შექმნა, ანუ ცოლქმრობა არის წმინდა კავშირი და ანუ სქესობრივი კავშირიც რა თქმა უნდა ცოლ-ქმარ შორის წმინდა არის, შეუბილძავი ხო და წმინდა არის ოჯახი ჩემო ძვირფასებო, ანუ ქალისა და კაცის ფიზიკური სიახლოვე, ანუ სქესობრივი კავშირი, სიყვარული, ცოლ-ქმრული, ხო? აი ახლა უარყოფითი მხარე რა არის? ეს არის სქესობრივი კავშირით შეიძლება რომ ადამიანს ანუ ძალადობით ხო, სქესობრივი ძალადობით მიაყენოს მოძალადე მსხვერპლს, ხო? ტკივილი, ზიანი, ხო? იქ მე თუ არასასურველი ბავშვი ჩაისახა, ისიც სერიოზული პრობლემა არის კიდე ინფექციური ვენერიული დაავადებები გადადის, ხო? ანუ სქესობრივი კავშირი, ანუ სექსუალური ძალადობა, როგორც სიძულვილის გამოხატულება, ხო? სიძულვილი, ხო? თავის ბოროტებას შხამს და სიძულვილს ანთხევს, რომ ეუბნება, რომ ეს დომინანტია და უნდა დაემორჩილოს და უნდა გაანადგუროს, ხო, ეს მოძალადე. ამას მიანიშნებს, ხო, და თავის მთელ თუ კი რამე სიძულვილი აქვს, აი ამ სიძულვილს ანთხევს, აი ამ მსხვერპლზე, ვისაც ანხორციელებს სექსუალურ ძალადობას და აი ამით იღებს მოძალადე სიამოვნება. საკმაოდ სერიოზული საკითხი არის და პრობლემა არის ჩემო ძვირფასებო. ამიტომ შვილების აღზრდას ძალიან დიდი ყურადღება სჭირდებათ, რომ ვასწავლოთ რა შეიძლება და რა არ შეიძლება, რა არის ზნეობრივი ნორმები, ხომ? და ის რომ არ შეიძლება, ანუ რა ზიანი მოაქვს და რატომ არ შეიძლება, ხომ? ეს ბავშვებიდან მშობლებმა ბავშვებს უნდა ვასწავლოთ ჩემო ძვირფასებო. გისურვებთ ჯანმრთელობას, ფიზიკურ ჯანმრთელობას, სულიერ ჯანმრთელობას, ფსიქიკურ ჯანმრთელობას და დიდ სიყვარულს და ბედნიერ ოჯახებს. კონსულტაციისთვის შეგიძლიათ დამირეკოთ 571 24 08 27.